მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე ვიდეოში გთავაზობთ მორიგ 5 ტესტურ დავალებას, რომელიც შედგენილი არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან და მინდა გითხრათ, რომ ტესტები შედგენილი გვაქვს ზუსტად იმ მუხლებიდან, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამით არის გათვალისწინებული. საუბარი არის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე, რომლის განახლებული პროგრამაც განთავსებული არის ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე და ზუსტად ის თავები არის და იმ თავებიდან ამოღებული მუხლებიდან არის კაზუსები, რაც თემატურად შეგვხვდება თქვენ გამოცდაზე. დავიწყოთ მე-6 ტესტური დავალებით. 2026 წლის 2 მაისს ქალაქ გორში სოციალურმა მუშაკმა ლ ბერიძემ მიიღო შეტყობინება მეზობლებისაგან, რომ 7 წლის მამულაშვილის მიმართ მამა გ მამულაშვილი სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. იმავე დღეს 16 საათზე ადგილზე მისულმა სოციალურმა მუშაკმა შეაფასა საფრთხე და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის მამისგან განცალკევების შესახებ. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულდა და ბავშვი თავშესაფარში გადაიყვანეს. მამამ აღნიშნული გადაწყვეტილება 4 მაისს გაასაჩივრა გორის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მისი მოქმედების შეჩერება საქმის განხილვამდე, რათა შვილი სახლში დაებრუნებინა. კითხვა გვაქვს დასმული, აჩერებს თუ არა სარჩელის შეტანა სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედებას და რა ვადაში უნდა განიხილოს სასამართლო მსარჩელი. პირველი ვარიანტია დიახ აჩერებს და სასამართლო ვალდებულია განიხილოს 24 საათში. B ვარიანტია არა არაჩერებს და სასამართლო სარჩელს განიხილავს 48 საათის ვადაში. G ვარიანტია დიახ აჩერებს და სასამართლო სარჩელს განიხილავს 10 დღის ვადაში და D ვარიანტია არა არაჩერებს და სასამართლო სარჩელს განიხილავს წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში. როგორც ხედავთ, ორი კითხვა გვაქვს დასმული კაზუსის შემდეგ. პირველი ზოგადად აჩერებს თუ არა სარჩელის შეტანა სოციალურ მუშაკის გადაწყვეტილებას, ასე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილების აღსრულებას და რა ვადაში უნდა მოხდეს აღნიშნული სარჩელის განხილვა სასამართლოს მხრიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ეს მე-12 პრიმა მუხლის მერვე ნაწილის თანახმად არასრულოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება არასრულოვნის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა კოდექსის დადგენილი წესით ნებისმიერ დროს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულოვნის ადგილსამყოფელის მიხედვით. კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი არაჩერებს განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედებას. ანუ ხედავთ, რომ არაჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას, გასაჩივრება. ეხლა რაც შეეხება ვადის საკითხს, ამავე მუხლის მე-12 ნაწილი გვიდგენს ვადასაც, კერძოდ სასამართლოს სარჩელს დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განიხილავს და შესაბამისად იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე. ამრიგად ვხედავთ, ხო ორივე კითხვას გაეცა პასუხი და სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი, რადგან სარჩელის შეტანა არაჩერებს სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედებას და იმავდროულად სასამართლომ სარჩელი უნდა განიხილოს წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში. გადავიდეთ მორიგ მე-7 ტესტურ დავალებაზე. 2026 წლის 6 მაისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი, რომელიც ეხება არასრულოვან ნ კვარაცხელიას ინტერესებს, კერძოდ მოძალადე მამისგან დაცვას. სასამართლოს შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა მოამზადა დამცავი ორდერის 3 ეგზემპლარი, ერთი მოძალადესათვის, ერთი მსხვერპლისთვის და ერთი სასამართლოსთვის. კითხვა გვაქვს, არის თუ არა დამცავი ორდერის ეგზემპლარის ეს რაოდენობა საკმარისი კანონის მიხედვით. A ვარიანტია დიახ, მზადდება არანაკლებ 3 ეგზემპლარი,
რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ერთი ეგზავნება მსხვერპლს, ერთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. B ვარიანტია არა, მზადდება არანაკლებ ორი ეგზემპლარი, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ერთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეგზავნება. G ვარიანტია არა, მზადდება არანაკლებ 5 ეგზემპლარი, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ერთი ვბარდება მსხვერპლს, ერთი მოძალადეს, ერთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ერთი ზემდგომ სასამართლო ინსტანციას. და D ვარიანტი გვაქვს არა, მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარი, რომელთაგან ერთი ვბარდება მოძალადეს, ერთი მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება დამცავი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აქ დავიმახსოვროთ მარტივად მეგობრებო, ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს ამ საკითხს, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს ამ მიმართულებით, მათთვის ძალიან ცნობილი და აპრობირებული საკითხი არის ეს, რა პრინციპის ხდება დაყოფა, ასე რომ ვთქვათ, ეგზემპლარების. ამ საკითხს გვირეგულირებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ეს მე-15 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც ამბობს ეს დრამეს, რომ თუ კანონით არ არის სხვა რამე გათვალისწინებული, დამცავი ორდერი მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარი. ანუ ამ პასუხით უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ შემოვხაზოთ D ვარიანტი, ხო? 4 არანაკლებ 4 უნდა იყოს და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და დავიმახსოვროთ კარგად. ამ 4-დან ერთი უნდა ჩაბარდეს ყველა ვარიანტში მოძალადეს, ვის მიმართაც არის გამოცემული. ერთი უნდა ჩაბარდეს მსხვერპლს, რომლის დასაცავათაც იქნა გამოცემული. ერთი ეგზემპლარი რა თქმა უნდა დარჩეს გამომცემ ორგანოში და ერთი შემდგომი რეაგირებისათვის და მთელი რიგი პრევენციული და საპოლიციო ღონისძიებების განსახორციელებლად უნდა გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რათა მაქსიმალურად დაცული იქნეს დამცავი ორდერით დადგენილი მოთხოვნები და მაქსიმალურად ეფექტური ზედამხედველობა განახორციელოს საპოლიციო ძალამ ამ დამცავი ორდერის აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამიტომ მარტივად დავინახავთ, რომ აქ სწორი პასუხი გვექნება მეგობრებო D ვარიანტი. მერვე ტესტური დავალება არის შემდეგი. 2026 წლის 10 აპრილს დილის 11 საათზე მოქალაქე N კახიძე მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის გამო პოლიციის დახმარებით არანებაყოფლობით მოათავსეს ფსიქიატრიულ სტაციონარში. ექიმ ფსიქიატრთა კომისიამ იმავე დღეს 5 საათში მოამზადა დასკვნა, რომ პაციენტი საჭიროებდა არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ მაგისტრად მოსამართლეს შესაბამისი ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართა 2026 წლის 13 აპრილს 10 საათზე. კითხვა არის, დაცულია თუ არა სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა. A ვარიანტია დიახ, რადგან მიმართვა განხორციელდა სტაციონარში მოთავსებიდან 72 საათის განმავლობაში. B ვარიანტია არა, რადგან ადმინისტრაცია ვალდებული იყო მიემართა სასამართლოსთვის სტაციონარში მოთავსებიდან 24 საათის ვადაში. G ვარიანტია არა, რადგან მიმართვა უნდა განხორციელებულიყო პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათის ვადაში და D ვარიანტია დიახ, რადგან ვადისათვლა იწყება არა მოთავსებიდან, არამედ კომისიის დასკვნის მომზადებიდან 72 საათში. ეხლა სანამ ნორმის ჩანაწერის განხილვაზე გადავალთ და მივალთ სწორ პასუხამდე, მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო თვითონ მსგავსი ტიპის ტესტებთან ტექნიკურ მუშაობაზე. თქვენ კარგად იცით, რომ
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების პროგრამა განსაკუთრებით ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან მოსულ ტესტებთან მიმართებით მეტწილად არის დახუნძლული ვადების საკითხით. ანუ შეიძლება თქვენ გამოცდაზე მოგევიდეთ 20 კითხვა ადმინისტრაციული კოდექსიდან და საპროცესო კოდექსიდან და 20-დან 18 კითხვა იყოს მხოლოდ ვადებზე და იყოს იქ მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით გაჯერებული, რომ მაქსიმალურად გადაიღალოთ თქვენ, მაგრამ კითხვა იყოს მარტივი, რა ვადაში უნდა მიემართოს სასამართლოს, რამდენ ხანში უნდა მიიღოს მოსამართლემ განჩინება, წერტილი. მსგავსი საკითხიც არის ახლა აქ დასმული. ამიტომ პირველ რიგში თვითონ კაზუსში რა ვადების გაქვთ ხომ ამ ვადებს შორის ურთიერთმიმართება გამოვთვალეთ. ეხლა გამოვთვალოთ ჩვენ აქ რა დრო გავიდა, ხო? რა დროში მოხდა ერთი მოქმედებიდან მეორე მოქმედება. ნახეთ? ხედავთ რომ 10 აპრილს 11 საათზე მოხდა არანებაყოფლობით მოთავსება მწვავე ფსიქოზის მდგომარეობის მქონე მოქალაქის სტაციონარში, ხო? ანუ 10 აპრილს 11 საათზე. სასამართლოს მიმართეს 13 აპრილს 11 საათზე, 10 საათზე. ანუ ხედავთ რომ გასული არის 48 საათი, მაგრამ არ გასულა 72 საათი, ну 24 საათი თავისთავად გასული არის. ანუ საათებით და დღეებით გამოთვალეთ, ნახეთ? იმიტომ რომ მთელი პროცესში გვაქვს როგორ ვადები, ხო? 24 საათი, 48, 72, მერე დღეები გვაქვს 3 დღე, 5 დღე, 10 დღე და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვროთ კიდე კარგად, როდესაც დაკავებასთან გვაქვს საქმე, ანუ ბრჭყალებში აქაც დაკავებასთან გვაქვს საქმე, ხო? რა თქმა უნდა, ადამიანი არანებაყოფლობით მოათავსეს პოლიციის დახმარებით სტაციონარში, ანუ თავისუფალი მიმოსვლა შეეზღუდა სომცერი ამ ადამიანს, ხო? ამიტომ დააკავეს. დაკავების დროს სასამართლოსთან მიმართებით ჩვენი ეროვნული მიდგომა არის მაქსიმალურად შემჭიდროებული ვადების. ეს დაიმახსოვრეთ, ამიტომ, როდესაც დაკავებების ირგვლივ ან თავისუფლების შებოჭვის შეზღუდვის ნაწილში მოგდით კითხვები, მნიშვნელობა არ აქვს ეს პროცესუალური კითხვა იქნება სისხლის სამართლის ადმინისტრაციული თუ სტრასბურგიდან გამომდინარე, საათობრივი მომენტები წამოწიეთ წინ, ანუ პირველ რიგში საათებზე იმჟელეთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ხდება მიმართვაც, განხილვაც. აქაც ანალოგიური სურათი გვაქვს, ნახეთ. მარტივად არის საქმე 21-ეს მე-17 პრიმა მუხლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის აი ამ ვადას გვიდგენს. ეს ვადა არის ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ სასამართლოს უნდა მიმართოს პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათის ვადაში. ანუ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ არის 48 საათიანი ვადა აქ. არ არის 24 საათიანი ვადა, ეს სხვა რამეში არ აგერიოთ, აქ არის უბრალოდ 48 საათი. შესაბამისად, აქ უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვაქვს G ვარიანტი. ანუ ხედავთ, რომ დაცული არ არის, ხო? იმიტომ რომ 10 აპრილს რომ დააკავეს 48 საათი როდის შესრულდა 12 აპრილს 11 საათზე, როცა 2 დღე გავიდა, ხო? 2 დღე როცა მიილია და ამათ ისე დროს მიმართეს 13 აპრილს 10 საათზე, რომ 72 საათიც არ იყო გასული, იყო სადღაც 71 საათი, ანუ 11-ზე გახდებოდა 3 დღე, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ აქ უნდა თქვათ, რომ 2 დღიან ვადაზე არის საუბარი, კერძოდ კი 48 საათზე. მორიგი მეცხრე ტესტური დავალებაც სტაციონარში იძულებით მოთავსებაზე მაქვს შედგენილი. ეს საკმაოდ პრაქტიკული თემა არის და გამოცდაზეც არის ამ მიმართულებით კითხვები და ამიტომ შევეცხადე, რომ წინა პლანზე წამომეწია როგორც დამცავი ორდერის საკითხი, ასევე პირის სტაციონარში იძულებით მოთავსების პროცედურული ნაწილიც და მეცხრე ტესტიც მაქვს ამ მიმართულებაზე შედგენილი. 2026 წლის 10 აპრილს საღამოს 22 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა მამაკაცი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და გამვლელებს ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებოდა. ვინაიდან პირს თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უარს ამბობდა ვინაობის დასახელებაზე და არაადეკვატურად იქცეოდა, გაშიშვლდა და ძირს დაწვა. პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს შესაბამისი ოქმი და იმავე ღამეს 23 საათსა და 30 წუთზე გადაიყვანეს ფსიქიატრიულ სტაციონარში. 12 აპრილს დილის 11 საათზე ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ დაასკვნა, რომ პაციენტს აღენიშნება მძივე ფსიქიკური აშლილობა და მისი გაწერა საფრთხეს უქმნის როგორც მას, ისე გარშემომყოფებს. სტაციონარის ადმინისტრაციამ მაგისტრატ მოსამართლეს მიმართა 2026 წლის 14 აპრილს დილის 9 საათზე.
მიმართვას თან არ ერთვოდა პაციენტის პირადობის მოწმობა არარსებობის გამო, თუმცა დართული ჰქონდა პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი და ექიმთა კონსილიუმის დასკვნა. კითხვა გვაქვს დასმული, როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე აღნიშნული მიმართვის მიღებისას. ავარიანტია მოსამართლემ უნდა დატოვოს მიმართვა განუხილველი, რადგან მას არ ერთვის პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმობა ან პასპორტი. B ვარიანტია მოსამართლე ვალდებულია გამოსცეს ბრძანება, რადგან პოლიციის ოქმი და ექიმთა დასკვნა სრულად ფარავს იდენტიფიკაციის პრობლემას. G ვარიანტია მოსამართლემ უნდა იმსჯელოს პაციენტის სტაციონარში დატოვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიმართვას თან არ ერთვის პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმობა ან პასპორტი. და D ვარიანტია მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პირი, რადგან პირის ვინაობის დაუდგენლობის შემთხვევაში არანებაყოფლობით მკურნალობა აკრძალულია. ნახეთ მეგობრებო, აქაც ვადები არის ჩაყრილი კაზუსში, მაგრამ კითხვა ამაში არ არის, ამაში არ მდგომარეობს რა ვადაში და როგორ უნდა მოხდეს. ამიტომ კარგად დააკვირდეთ ხოლმე კითხვას. წინა მერვე ტესტურ დავალებაში აქცენტი იყო ვადების საკითხზე და ეხლა არის საერთოდ სხვა რაღაცაზე დასმული საკითხი, ხო? კერძოდ როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე აღნიშნული მიმართვის მიღებისას. და სავარაუდო პასუხებში ვადის საკითხი საერთოდ არ გვაქვს. ეხლა ჩვენ ხედავთ წინა კაზუსზე მსჯელობის დროს თქვით ვადების საკითხი. ხედავთ რომ აქ ვადები აშკარად დარღვეული არის, ხო? 10 აპრილს მოხდა პირის შეჩერება, იმავე დღეს ღამის საათებში, ანუ 10 აპრილს მიიყვანეს და 14 აპრილამდე ადმინისტრაციამ სასამართლოს არ მიმართა. აქ ვადის დარღვევა ცალსახად გვაქვს, მაგრამ ამაში არ არის აქ საქმე. აქ არის საქმე და კითხვა არის შემდეგში, მაშინ როდესაც პირს, ანუ სასამართლოში გაგზავნილ მიმართვას თან არ აქვს დართული პაციენტის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობა, ну არ არსებობს და მაგიტომ კაზუსი იმდაგვარად არის, რომ პოლიციამ პირის იდენტიფიცირება ვერ შეძლო, არის ხოლმე უიშვიათად მსგავსი შემთხვევები რეალურ საპოლიციო საქმიანობაში, როდესაც ვერ ხდება პირის ვინაობის დადასტურება, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ციგნებს რომ ეძახიან ხოლმე, იმიტომ რომ მათი სამოქალაქო აქტებიც არ არის სახელმწიფოში რეგისტრირებული, დაავადების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა და ასე შემდეგ და რთული არის მათი ვინაობის დადგენა. ასაკი უნდა გამოთვალოს ექსპერტმა, უნდა მიენიჭოს პირობით სახელმწიფო და მთელი რიგი ღონისძიებები არის ჩასატარებელი. აი დაუშვათ და ესეთი პირი გვაქვს. ახლა ჩვენ ამ კაზუსში ხო ვერ დადგინდა ამ პირის ვინაობა. რას ნიშნავს, რომ ეს არის ფსიქიკური აშლილობის მქონე და სასამართლომ უკან უნდა დააბრუნოს საქმე და არ უნდა იმსჯელოს, ხო? ხო ნონსენსი არის ეს სამართლებრივად. შესაბამისად, ამავე სწორ ლოგიკას ეყრდნობა სწორედ საპროცესო კოდექსის 21-ეს მე-17 პრიმა ნაწილი, რომელიც გვეუბნება ეს რაღაცას, რომ ნახეთ, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული, უნდა იფუძნებოდეს შესაბამისად ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას ან უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის ან სხვა შემთხვევაში მსჯავრდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან ერთად მათი არსებობის შემთხვევაში უნდა დაერთოს აღნიშნულ მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსებული პირის ვინაობა, სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას უნდა დაერთოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი პოლიციის თანამშრომელმა შეადგინა. ანუ ეხლა რა თქმა უნდა და თქვენ არ მოგეთხოვებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი რა ოქმს გულისხმობს. აქ არის საუბარი კონკრეტულ ფორმაზე, ოქმის ფორმაზე და ოქმის რეკვიზიტებზე, რასაც პოლიციის თანამშრომელი იყენებს ასეთ დროს. ნუ მთელი რიგი შესავსები გარემოებები არის, ხო? გარეგნობა, სიმაღლე, წონა, აღნაგობა, რაღაც პუნქტები და პარამეტრები ეთითება მოკლედ. აი ეს უნდა იყოს პოლიციის მიერ შედგენილი. ჩვენ ახლა კაზუსში ვხედავთ, რომ მიმართვას, როდესაც სასამართლოს მიმართვა გაუგზავნა ადმინისტრაციამ, ერთვოდა ექიმთა კონსილიუმის დასკვნა მისი ფსიქიკური აშლილობის შესახებ, ეს ერთი,
და დართული ჰქონდა პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი. ეხლა აქ კაზუსში არ გვიწერია მაინც და მაინც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონის დაცვის შეადგინა თუ არა პოლიციებმა ოქმი, მაგრამ დაშვება უნდა გავაკეთოთ, რომ პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი დევს საქმეში. შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში მოსამართლემ უნდა იმსჯელოს პაციენტის სტაციონარში დატოვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიმართვას თან არ ერთვის პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ამრიგად, აქ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. რაღაც კუთხით B ვარიანტი შეიძლება გეფიქრათ, რომ იყოს სწორი, მაგრამ თვითონ შინაარსობრივად რაღაცა სამართლებელი ლოგიკაში ვერ ჭდება, ნახეთ. მოსამართლე ვალდებულიაო გამოსცეს ბრძანებაო, რადგან პოლიციის ოქმი და ექიმთა დასკვნა სრულად ფარავს იდენტიფიკაციის პრობლემასო. ანუ პოლიციის ოქმი და ექიმთა დასკვნა ვერ ფარავს იდენტიფიკაციის პრობლემას. ანუ პოლიციის ოქმა და ექიმის დასკვნამ პირის იდენტიფიკაცია ვერ შეძლო. ანუ იდენტიფიკაციის პრობლემა კი ვერ დაფარა და აღმოფხვრა. საერთოდ ვერ შეძლო. პოლიციის ოქმი და ექიმის დასკვნით სხვა რაღაც მოხდა. აქ ექიმთა დასკვნით თქვეს, რომ პაციენტი პირობითად სახელით გიორგი გიორგაძე პირობითი სახელით მას აღენიშნება ფსიქიკური მძიმე ფსიქიკური აშლილობა, ეს თქვა დასკვნამ და პოლიციამ კიდე აღწერა მთელი რიგი გარემოებები ოქმის შედგენის დროს. რა გარემოებაში მოხდა მისი შეკავება, რა ფიზიკური პარამეტრები აქვს, რა გამოთქვა, როგორ გამოთქვა და ასე შემდეგ. მაგრამ იქ ვინ არის ეს პირი, ამით ეს ვერ დადასტურდა. აი ამიტომ აი ამ არგუმენტით B ვარიანტი არ მიიჩნევა სწორ ვარიანტად, არამედ უფრო სწორი და კანონმდებლობიდან გამომდინარე სწორი პასუხი გვექნება ჩვენ G ვარიანტი. ამიტომ აქ შემოვხაზავთ, რა თქმა უნდა, მესამე ვარიანტს. და დღევანდელი აღნიშნული ვიდეოს ბოლო მეათე ტესტური დავალება არის შემდეგი. მას შემდეგ, რაც V ხოჯავამ სასამართლოში გაასაჩივრა სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება ბავშვის განცალკევების შესახებ, სასამართლომ 24 საათში გაუგზავნა მასალები სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააგენტომ პასუხი და მტკიცებულებები 4 დღის შემდეგ წარადგინა. რა ვალდებული სააგენტო წარადგინოს მტკიცებულებები და პასუხი სარჩელზე. A ვარიანტია 24 საათში, B ვარიანტია სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში, G ვარიანტია 10 დღის ვადაში და D ვარიანტია სასამართლოს თომის დაწყებიდან 1 საათით ადრე. ისევ უბრუნდებით იმას, რომ საკითხი ეხება ვადებს. ვადები უნდა იცოდეთ კარგად, მეგობრებო, თუ გინდათ რომ გამოსდა გამსვლელი ქულად აძლიოთ, ან უკეთეს შემთხვევაში მაღალ შეფასებაზე გახვიდეთ. ადმინისტრაციულის კუთხით ბევრი წიგნების კითხვა არ გინდათ, პირადი გამოცდილებით გეუბნებით, დაჯექით და ვადები ამოწერეთ და ვადები დაიმახსოვრეთ კარგად. რთული არის მესმის, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთს გავს, ყველაფერი ერთმანეთში აგერევათ, მაგრამ სტრუქტურულად საკმარისზე მეტი დრო არის გამოსცემამდე ვადების საკითხზე გააკეთეთ აქცენტი. ვადებზე იქნება ყველა ვარიანტში კითხვები. აქაც იგივე პრობლემა გვაქვს. პასუხი არის მარტივი აქაც. უნდა ვიცოდეთ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ს მე-12 პრიმა მუხლის მე-9 ნაწილი, რომლის თანახმად სასამართლო სარჩელი დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 24 საათის განმავლობაში სარჩელს და თანდართულ მასალებს უგზავნის არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებ ორგანოს. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არის ესეთი ორგანო სოციალურ მომსახურების სააგენტო, რადგან ეს გადაწყვეტილება სოცმუშაკმა მიიღო. სოცმუშაკი კიდე არის სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი. აი ეს ორგანო, ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი არის წერილებით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში. ეს იყო რაც მსურდა რომ ამ 5 ტესტურ დავალების ფარგლებში თქვენთვის მეთქვა. ვფიქრობ რომ გამოგადგებათ მსგავსი ტიპის ტესტებზე მუშაობა. ანუ მთელი არსი რა არის, ხო? დახუნძრული არის რაღაც ფაქტობრივი გარემოებებით, ის მამაკაცი იყო გიჟი, მეტროსთან გაშიშვლდა, პოლიციამ შეაკავა რაღაც და კითხვა არის უმარტივესი. ანუ რა ვადაში უნდა მოხდეს რაღაცა. ამ შემთხვევაში ხდება ესე, თუ ამ შემთხვევაში ხდება ისე, მარტივად არის საქმე. მაგრამ იქაც გამოსცადეთ აი ესეთი პრინციპი იქნება, რაღაცა იქნება ისტორია მოყოლილი, ჩახოჭუჭებული და კითხვა იქნება ძალიან პრიმიტიული. პრიმიტიული ბჭყალებში, გულისხმობ სიმარტივეს რა.
კითხვა იქნება რაღაცა რა ხდება ესა და ეს რა ვადაში და ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ და კიდევ გეუბნებით, რომ ერთ-ერთი რჩევა აიღეთ ჩვენგან ის, რომ აქცენტი გააკეთეთ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შემთხვევაში ვადებზე. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.